2 წელი და 5 თვეა რაც აქ მუშაობ. სამედიცინო სფეროში, ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდი სასწრაფოზე ბოლოს. დავჩიო მუშევარი ფაქტიურად. ყავს ცირიწლოვანი შვილი. ამიტომ გადავწყვიტე გამეწყო მუშაობა. მოხდა ისე, რომ მოვედი მეტროპოლიტენში და დავიწყე მუშაობა. ვიცოდი როგორ იქნებოდა ჩემი სამსახური, იმიტომ რომ ჩემო უფროსებმა წინასწარ სანამ მიგვიღებდნენ, მანამდე გაგვაფრთხილეს როგორი სამუშაო იყო და როგორი ფული იყო და მზად ვიყავი ამისთვის. არ მეგონა ესეთი უსაფრთხო თუ იყო მეტროში მუშაობა, რომ ფაქტიურად ადამიანის სიცოცხლეს ვიცავთ. და მართლა არ მეგონა თუ ესე რაღაც შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ესკალატორზე მგზავრობის პერიოდში. უცებად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, სპეციალური ჯობია რომ იმუშაო, მაგრამ როცა ესეთი სიტუაცია, სადაც იმუშავებ, მე მგონი სიცხული არ არის. აქ ვისწავლე ბევრი რამე, იმიტომ რომ დაუშვათ არ ვიცოდი, ხო, რა შეიძლება მოყოლოდა მაგალითად მგზავრის დავარდნას. ჩემი პროფესია მეხმარება, რა თქმა უნდა, მგზავრებთან ურთიერთობაში, რა ვიცი. 2 წელი და 5 თვე დაახლოებით, რაც მუშაობ აქ. ხო არა აქ. ალბათ სადაც ვიპოვიდი სამუშაოს იქ ვიმუშავებდი. ჩემი მოვალეობა უყურო მგზავრებს მათ გადაადგილებას, ყველაფერი გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. ან შეიძლება მოცურდეს, ან რაღაც ბოთლა ჩაუვარდეს და გადმოისხას, ესეთი რაღაც შემთხვევები შეიძლება მოხდეს. შეიძლება ქურთუკი ჩაეჭედოს, ჩაეტანოს საბარცხელში, აი ამას საბარცხელი ქვია. აუცილებლად უნდა გავაჩეროთ. უბრალოდ შემთხვევებიც არის ბავშვების ტაქსიულან და რაღაც, მაგრამ ანუ ამაზე არ ვილაპარაკოთ. მე ყოველთვის თვითკმაყოფილების გრძნობა მაქვს ამ დროს, რომ მე გადავარჩინე, ის არ წაიქცა. ჩემი მგზავრები რა თქმა უნდა ცნობენ, სიყვარულს გამოხატავენ, ну რაღაც სიტყვაზე კანფეტის მოცემის, რაღაცა ხილის მოცემის, ну შეიძლება ესეც ვთქვათ, ხშირად ყოფილა. ну ამით მე რა თქმა უნდა ის უფრო მეტი ენერგეტიკა მემატება დადებითი აურა იქნება ამ დროს, რა თქმა უნდა. სწავლი შეიძლება არაფერი ისეთი არ ვისწავლე, შეიძლება იმოქმედება, რომ უნდა მგზავრებს ცოტა მოფრთხილებით უცებ არ უნდა აფეთქდეს სიტყვაზე, უნდა მოითმინოთ. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის მგზავრებთან ურთიერთობა, ათასნაირი სახის მგზავრი მოდის, ზოგი გაღიზიანებული, ზოგი პრობლემებით, ყველასთან ინდივიდუალურად უნდა მიდგომა. ჯერ ახალგაზრდა კიდე შემიძლია კიდე გამოვდგე კონტროლზე, რა თქმა უნდა, კიდე გავაგრძელები, კი, გავაგრძელებ. სადამდე შემიძლია, ნამდვილად ვერ მოიწენა.